თებერვალს იმყოფებული ქალაქში რუსთავის გამზირა. სადაც მოხდა ხელოვნურად ის გადაკეთება, რაც გათვალისწინებულია ადმინისტრაციულ სამართალოვანი კოდექსის 174 პირველი წლის მეხუთე ნაწილში. კაცაცები გორმოწყავების სამართლის შეკრება მანიფესტაციის კანონის მე-11 და მე-11 პირველ მუხლით. აი ვიცი სისულელეები გამიშველა. აი რა სისულელე არა თქვენ თქვენ თვითონ. შედერთმეთ პარტი, აგიხსნი? რა აი რა თქმა უნდა. არა და შევჯერდით ერთმანეთს უცხო პატივით ერთმანეთს. რანაირად? დე. ადამიანურად, მორალურად, ადამიანობაზე არ არის. წარმოადგენთ ინსტიტუციას, რომელიც პატივისცემას არ ემსახურება. თქვენ შეფასებითი კრიტერიუმი არის. რა თვითონ მითხრა შეფასებითი ხო? მე ვიხარ ამით. რაც გათვალისწინებულია, როგორც აღიქვამთ, გზის სატრანსპორტო საშუალების ხელოვნურად გადაკეთება სიტუაციებს აღნიშნავს. სატრანსპორტო საშუალების გადაკეთება არის ნიშნავს. მე რუსთავზე ვარ ყოველი დღე. ყოველ და აი ეგ სულელური კანონიც კი არ დამირღვევია. დავუწყოთ საუბარი. შემდეგ ვეცნობთ. როგორც გითხარით, სატრანსპორტო საშუალების 60 ზოლის ხელოვნურად გადაკეთება. ხელოვნურად როცა ნიშნავს. თუ დამატებით ცნობებით დასრულება ხარჯს. ხო, გავაკეთებთ. როდესაც მოქალაქეების რაოდენობა არის იმდენი, რომ შეუძლიათ განთავსდეს სატექნოლოგიო ვინტი და მოქალაქეების რაოდენობა არ არის იმდენი, შეკრება მანიფესტაციაში მონაწილეების, რომ დაიკავონ სატრანსპორტო ზოლი. გზა თუ უკვე გადაკეტილი იყო და მე არ გადამიკეტია, მაშინ რა ვშვებით? ანუ გადაკეტილია პოლიციასაა გადაკეტილი და გადავიდა. მაგ დროს რა ვშვებით? ანუ თუ გაგაჩნიათ ადგილი შეიძლება სხვაგანაც იყოს. ხო, საკუთარი მოსაზრება თუ გაგაჩნიათ თუ ჩაიყვანოთ თავის გრუპს, შეგიძლიათ 10 დღის ვადაში გაასახელოთ. არ ჩავიყვანეთ. აქვე გამიმარტოთ, თუ არ ჩაბარებთ, იქნება ჩაბარება. შეხედებას არის ხარჩებარი. მორსაცხადებს ჩავარებთ. მორსაცხადი. იმათ კარგად წანდება. ახლა Members of the European Parliament, Council of Europe, and representatives of the European Union, we, the students of Georgia, are addressing you today because we believe it is time for our voices to be heard, not just as citizens, but as the future of our country. Georgia is in danger. More and more people, including students, journalists, artists, and activists, are suffering because of the government's crackdown on those who dare to stand up for what's right. Imprisonment, torture and repression are becoming all too common. These are not distant issues. They are the painful reality for many of us. Every day that passes without real support from Europe is another day in which our lives are at risk. The lack of impactful action from our European allies is having real consequences. Today we are reaching out to you because we need your help. When Europe doesn't speak up, it's not just a political statement. It's one more person locked up, one more voice silenced, and one more future crushed. In these turbulent times, we will have to face new challenges and overcome the obstacles together. We want you to put our request on agenda and make it clear that our future matters to you. If Georgia falls, so will Europe. Our victory lies in unity.